ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჭიორათ აკთაკიშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას ბევრმა კონკურსანტმა მიმართა, რომლებმაც ტესტირება წარმატებით გაიარეს, თუმცა განათლების სამინისტრო მათ ბლოკავს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მომართავს არაერთი დირექტორობის კანდიდატი, საქმე ეხება როგორც მოქმედ დირექტორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე არ იყვნენ დირექტორები. დირექტორების შესარჩევი კონკურსი განსაკუთრებული უსამართლობით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც გაიარეს წარმატებით ძალიან რთული ტესტირება, ისინი დაბლოკა სამინისტრომ გაუგებარი კრიტერიუმებით მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე. ვინც დარეგისტრება, ყველა ცხადია ვერ გაივლის, იმიტომ რომ სერტიფიცირება არის საკმაოდ რთული პროცესი და ცოდნა უნდა გამოამჟღავნოს ადამიანმა იმისთვის, რომ სერტიფიკატი მიიღოს და ყველაზე ერთ-ერთი ფაქტი იმისა, რომ არანაირი დევნა, არანაირი ზეწოლა ყოფილი ხელისუფლების მომხრეებზე თუ ასე შემდეგ არ არის ის ფაქტი, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის და რომელმაც წარმატებით გაიარა ორივე ეტაპი, დღესაც მუშაობს დირექტორად და აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ორჯერ გავედი საჯარო სკოლის დირექტორთან კონკურსზე და ორივეჯერ ჩემი რაიონისათვის და გარაგავლისათვის პირველი შედეგი დავდე 108 ქულა და ამჯერად უკვე 97 ქულა დავაგროვე ჩემი შედეგი. ეხლა ათეულში შედიოდა რესპუბლიკის მაჩვენებლების მიხედვით. ამიტომ გაუგებარია ჩემთვის, რატო ბლოკავს სამინისტრო.